ამ ხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით, ხელის გულზე ჩანს, რომ შვილი მომიკლეს. თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურა მძიმე ემოციური მდგომარეობით დატოვეს. საგამოძიებო უწყებამ მათ შვილის გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი უთხრა. დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, აცხადებს პროკურატურა. მათ შვილმკვდარი მშობლები დღეს შეხვედრაზე დაიბარეს და მოთხოვნაზე უარი უთხრეს. ის ხალხი მაშავებს, ვისაც არ უნდა რომ გურიკა ვიპოვო, ამბობს გურამ დადიანიძის დედა. ის ადასტურებს, რომ საქმის ახალი ფიგურანტი ჯუმბერ ბუჩაშვილი მლეთაშიშვილის ძებნისას რამდენჯერმე ნახა, თუმცა რას წარმოადგენდა არ იცოდა. გავრცელებული ინფორმაციით ბუჩაშვილი თავს გამომძიებლად ასახებდა, თუმცა მას თუშეთის განყოფილებაში საერთოდ არ უმუშავია. რუსეთის მორიგი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე კრივი რიგში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე 6 და დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. იერიშები დღის საათებში იმ დროს დაიწყო, როდესაც კომპლექსი ხალხით იყო სავსე. პირველი დარტყმიდან ნახევარ საათში სამაშველო ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსებმა სავაჭრო ცენტრზე განმეორებითი იერიში მიიტანეს. სლოვენიის მმართველი პარტია ეჭობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს რუსულ ჯაშუშურ ქსელთან აქვს კავშირი. დეპუტატები მთავრობისგან ითხოვენ, რომ ნატაშა პირცმუსარის სადაზვერო ინფორმაციაზე ცდომა შეუწყდეს. ეჭვები ივლისის ბოლოს მომხდარი ავარიის შემდეგ გაჩნდა. პრეზიდენტის მანქანაში მისი რუსი მეგობარიც აღმოჩნდა. ის წარსულში რუსეთში გაქცეულ სლოვენიის დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსთან ერთად ცხოვრობდა.